ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები, ურანი უკვე ტყუპებში არის და აი დააკომენტარეთ იგრძენით თუ არა ცვლილებები. თავისთავად ცვლილებებს იგრძნობს ყველა ის ადამიანი, ვინც ზოდიაქოს ნიშნის დასაწყისში არის დაბადებული, იმიტომ რომ 7 წლის განმავლობაში გრძელდება ეს ცვლილებები და ეს ვიდეო ეძღვნება ვისაც ყავს მზე ტყუპებში, ვისაც ყავს ასცენდენტი ტყუპებში და ვისაც ყავს მთვარე ტყუპებში, მაგალითად მე მყავს მთვარე ტყუპებში, სწორედ ამიტომაც არის ალბათ ის რომ რაღაცა განსაკუთრებულად მიყვარს ტყუპები და მოგიკითხავთ ყველას და აი ამ ცვლილებების 7 წლიან პერიოდს მუგილოცავთ და რატო? იმიტომ რომ ურანი გარდა იმისა რომ სიახლეების საინტერესო სიახლეების პლანეტა არის, ასევე ურანი რაღაცებს დაასრულებს, ანუ გასუფთავების პლანეტაც არის. რაღაცები დასრულდება, ის რაც უკვე აღარ გემსახურებათ. ნახეთ, ის რაც არ გვემსახურება, მაგრამ სრულდება, ძალიან რთული ადამიანისთვის, რომ ეს ყველაფერი მიიღოს, იმიტომ რომ მაინც ერთგვარი დისკომფორტი გაქვს ამ ყველაფერთან ერთად, მაგრამ აი რო სრულდება, მაინც ძაფრად აღიქვავ. აი ეს შეგრძნება აუცილებლად გექნება, თუმცა როცა უკვე კომფორტულ სიტუაციას შეეჩვევი, აი უკეთესობისკენ რო შეიცვლება, თავისთავად შემდეგ იგრძნობთ აი იმ კომფორტს, იმიტომ რომ ყველაფერი ის, რაზეც ხარ დამოკიდებული, აი ადამიანი თუ არის დამოკიდებული რაღაცაზე, ან ვიღაცაზე, ხომ? და რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისთავად თავდაპირველად იქნება ერთგვარი დარტყმა, ხო, ამ ადამიანისთვის ის რომ რაღაცა სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ყველაფერი არ მოსწონდეს და არ ემსახურებოდეს და ისედაც უკვე დრო მოჭამა ამ ყველაფერმა, მაგრამ რთულად აღვიქვავთ. მაგრამ როცა აი ამ კომფორტულ მდგომარეობაში შედიხარ რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხო, უკვე ხვდები რა არის კარგი. სწორედ ამიტომაც ტყუპებს ელოდებათ, ანუ გააჩნია როდის ხარ დაბადებული, იმის დამიხოთ ახლა 7 წელი გრძელდება და თავისთავად ყველას ერთდროულად ვერ დაეწყება ეს ცვლილებები. ეს ცვლილებები თავისთავად შეეხება თქვენს კარიერას, თქვენს სტატუსს, აი იგრძენით თუ არის ყველაფერი დააკომენტარეთ აუცილებლად და თავისთავად ის რომ ტყუპებს არასდროს არ უჭერთ ახალი ინფორმაციის მიღება, რაღაც ახალი შესწავლა, თუნდაც IT საუკეთესო იქნება თქვენთვის. მოკლედ, ძველი აღარ იქნება არაფერი. ყველაფერი მხოლოდ ახალი. უბრალოდ მზად იყავით ცვლილებებისთვის. ადამიანს არ უნდა ეშინოდეს ტრანსფორმაციის, არ უნდა ეშინოდეს ის რომ რაღაცა ძველი სრულდება, შეიძლება მძაფრად აღვიქვავთ, მაგრამ სრულდება იმიტომ რომ უკეთესი მივიღოთ. გილოცავთ ტყუპებო.